თორნიკე ჯანელიძე დღეს სასამართლოს დაახლოებით 3 საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას და ის მთელი ამ დროის განმავლობაში ყვებოდა მათ შორის იმ სისხლის სამართლის საქმეზე გამოყოფილ ეპიზოდზე, სადაც თავადაც არის ბრალდებული. ჯანელიძეს ედავებიან ოთარ ფარცხალაძის მფარველობის ქვეშ მყოფი კოლ-ცენტრებში მუშაობას, ამ საქმიანობის მხარდაჭერას და სწორედ ამ ნაწილში მას ბრალდება აღიარებული აქვს მან ითანამშრომლო გამოძიებასთან და ის ახლა გირაოს სანაცვლოდ იმყოფება თავისუფლებაზე. დღეს როგორც გაირკვა პროცესის დასრულების შემდეგ, რომელიც არის დახურული და რომელსაც მედია და საზოგადოება ვერ ესწრება, პროკურორმა გამოიტანა აღნიშნული ინფორმაცია, რომ ჯანელიძემ პირდაპირ თქვა, რომ მას გრიგოლ ილუაშვილის სახელით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მფარველობის სახელით რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ ახალი კოლ-ცენტრი დაეფუძნებინო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მას 5 მსხვილი კოლ-ცენტრი ჰქონდა და ის მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდა, როგორც დღეს გაირკვა აღნიშნულ დაწესებულებებში, მან უარი თქვა სწორედ ამაზე, თუმცა გაირკვა, რომ შემდგომში გაარკვია, რომ აღნიშნული კოლ-ცენტრი მაინც ფორმირდა და აქტიურად ჩაერთო უკვე მუშაობაში. ჯანელიძის ჩვენება ბუნებრივია გამოძიებისთვისაც საინტერესო იყო და ახლა სასამართლოსთვისაც მნიშვნელოვანი უნდა იყოს. მისი ჩვენება დღეს დაიწყო დაახლოებით 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა ხვალაც უნდა გაგრძელდეს. გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ პროცესს ვერ დაესწრო გრიგოლ ილუაშვილი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გამოცხადება ვერ მოხდა, არ არის გამორიცხული, რომ სუსის ექს-შეფი ხვალინელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთოს და ის აუცილებლად მიიღებს პროცესში მონაწილეობას, როგორც დღეს მისმა უფლებადამცველმა განმარტა. თავის ნაწილში რა როლურ მდგომარეობაში იყო კოლ-ცენტრთან მიმართებაში, ამაზე საუბრობდა და მისი მფარველი საერთოდ სუსი არ ყოფილა და შესაბამისად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე და მით უმეტეს გრიგოლ ილუაშვილზე დასახელებული მოწმე ფიზიკურად ვერც ისაუბრებდა. დღევანდელ პროცესზე ფიზიკურად ბატონმა გრიგოლმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ მოახერხა მოსვლა, თუმცა ხვალინდელი პროცესისთვის ვუზრუნველყოფთ, რომ ის ჩაერთოს კვლავაც მიმდინარე საქმის განხილვაში. დისტანციურად, ხო? არ გამოურიცხაო ფიზიკური მოსვლითაც, არ გამოურიცხაო არც დისტანციური წესით. ამ ადამიანმა ისაუბრა, რომ მისი კოლ-ცენტრების გარდა სხვა საკმაოდ ბევრი კოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა თბილისში იმ დროისათვის და მანვე გადმარტა, რომ მეორე მხარეს, ასე ვთქვათ, მფარველობის ამ კოლ-ცენტრების აქტიურად იყო ჩართული სუსი და მანვე განმარტა, რომ სუსის მხრიდან იხსენიებენ მოწმეები ესეთ ტერმინს დაკრიშული, ხშირად მოიხსენიებენ ტერმინს კოლგა, აი ამ კოლგას, ასე ვთქვათ, კოლგას წარმოადგენდა სუსი, რომლის მხრიდანაც და სხვათა შორის მოწმემ ეს ტერმინიც გამოიყენა კასირი, ანუ პიროვნება, ვინც კოლ-ცენტრებიდან თანხებს კრებდა ნაღდი ფულის სახით, იყო ანდრია ლილუაშვილი. ორი შემთხვევა გაიხსენა კერძოდ, რომ მასთან მისულები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც შეთავაზეს, რომ კოლ-ცენტრი მოეწყოთ და მათვე უთხრეს, რომ მათ შეეძლოთ მიიღოთ მფარველობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. მოწმემ განმარტა, რომ იმ ეტაპისთვის მისთვის ეს შეთავაზება არ იყო, ვთქვათ, მისაღები, იმიტომ რომ მას ისედაც ჰქონდა კოლ-ცენტრები და მოგვიანებით გაიგო, რომ ამ ადამიანებმა ნამდვილად გახსნეს კოლ-ცენტრი. გრიგოლ ილუაშვილს დიდი ოდენობით ქთა მისაღების რამდენიმე ეპიზოდში ედება ბრალი და სწორედ ამ საქმეების და ეპიზოდების განხილვა მიმდინარეობს აქტიურად სასამართლოში უკვე თვეებია. სექტემბრის ბოლოს 9-თვიანი პატიმრობის ვადა ამოიწურება და სწორედ ეს უნდა იყოს თარიღი, სადაც უკვე განაჩენიც იქნება გამოცხადებული ილუაშვილის საქმეზე და გვეცოდინება მას გაუშვებენ თუ არა 15 წლით ციხეში. იქამდე კი დარჩენილია რამდენიმე მნიშვნელოვანი მოწმე, რომელსაც უნდა მოусმინოს სასამართლომ და მათ შორის არის რომეო მიქაუტაძე, ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომელიც არის მსჯავრდებული ასევე კორუფციულ დანაშაულში და რომელსაც სავარაუდოდ მომდევნო კვირაში უკვე სასამართლოს ხდომათა დარბაზში მიიყვანენ.